სამეურნეო ისაა, კაკე, საკურებოში. აი ამას გესრაც ამ სოფელში ხდება, ვერაფერი ვეღარ დააკავებს. ვერაფერი ვეღარ დააკავებს. ოქტომბერში ყველაფერი ეს გამარჯვებით დასრულდება. ხელისუფლებას მე მგონი არ უნდა რომ ეს გამარჯვება, ეს არჩევნები ნორმალურად ჩაატაროს და ყველაფერს, ყველა ფეხის დადებით, ყველა ამ გამგებლები დადიან, სასაცილოები არიან ის გამგებლები. ანიმათ მარა დააშავეს, მაგრამ ხომ უნდა მიხვდე, რომ შენ ხალხთან უნდა დადგე. აღარ არის უკვე ამის დრო, აღარ არის უკვე ამის დრო. ისინი ჩვენები არიან. ჩვენთან ხო დემოკრატია არ არსებობს. არ არსებობს. ეკონომიკის განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილი არის საბაზრო ეკონომიკის განვითარება. არავით არის საბაზრო ეკონომიკა საქართველოში არ ვითარდება, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკის განვითარების ამოსავალი წერტილი, მთავარი წერტილი, მთავარი საყრდენი, ეს არის კონკურენცია. აუდა გაგიკეთო სანამ არ მოსულა ეყანადა თუ იმდენი პატრონია რატო არ გავიკეთო ახლა რა უფლება მეგეხმაროს ახლა არა უფლება ეხლა არა უფლება აბზუებ წვირი მიშასთან ივანიშვილთან ჯერ არა გაქვს უფლება წვირის აბზუების წესიათ მელაპარაკი აპრას აბზუებ წვირს ვერ რატო აბზუებიათ რა ლაპარაკია რატო ბლანცხავ ერთი საინტერესოა მე არც მიშას ხარაზე ვარ არც იმის ხარაზე ვარ მე ვარ თქვენი ოპონენტი მე მარჯვენა მიჭრიდეს და ვიმუშაოდე შევძლე მე ჩემი ოჯახის შენახვა ვართო მე არ მაინტერესებს არაის სხვა ვერა ოჯახი უნდა შეინახო რატო ვერ ინახო ოჯახი რატო რა სიტყვა ავიბზო აი ის რომ ალტერნატიული აზრის მოსმენის საშუალება არ აქვს ხალხს იმის ბრალია ყველაფერი ვერ ხედავ დაძდევს თეფშებს კაცი ეს რომ ნორმალური ხელისუფლება რომ იყოს შეიძლება ალტერნატიული აზრი აკრძალო ხალხო 2008-ში არჩევნებზე მოიყავეთ ხო იცით რაც ხდებოდა და როგორ გეკადრე ერთი ბიულეტენი რატო არ ჩავარდა ხო იცით ისიც და რას აპირებდით ხო იცით და გაჩერდით რა ახლა მაინც რა სირცხვილია რა რას აპირებდნენ იქნებ დააკონკრეტოთ ასაპირებდნენ და მასობრივ ჩაღრას რაც ვერ გააკეთეს ანუ გაყალბებას აბა რა შვებოდნენ და წელსაც იგივეს აპირებენ კაცო თავისთავად ცხადია აბა კმაყოფილი ხართ ლევანდელი ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ ისეთი ერთსულოვნება ამას არაფერი აღარ გააჩერებს ხალხმა ზუსტად იცის რა უჭირს და რატომ უჭირს მე ვფიქრობ ნაცმოძრაობას აქ ბევრად ნაკლები შანსი აქვს ვიდრე თქვა ქონდა 2008 წელს თუ რა თქმა უნდა კიდევ არ იქნა ტოტალური გაყალბება ტოტალური ზეწოლა მოსყიდვა და ასე შემდგომ